ახალი გარემოს დაცვითი პროექტი გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და კომპანია Heidelberg ცემენტის გენერალურმა დირექტორმა სასტუმრო Holiday Inn-ში ახალი კონკურსის პრეზენტაცია გამართეს. პროექტი ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე ამ კომპანიის მიერ გარემოს დაცვის მხარდაჭერით ხორციელდება და კარიერების ბიოლოგიური ღირებულების შესახებ ცოდნის გახმოვებას და ამ დარგში პროექტების განხორციელებას და ბიომრავალფეროვნების გავითარებაში წვლილი შეტანას ისახავს მიზნად მსურველებს საპროექტო წინადადებების წარდგენა 17 თებერვლამდე შეეძლებათ გამოჯობლებს კომპეტენტური ჟიური 2012 წლის დეკემბერში გამოავლენს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გარემოს დაცვითი პრობლემებით კი არ შევაჩეროთ ასე ვთქვათ ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური წესრიგ, არამედ რაც შეიძლება ბევრი მასტიმულირებელი ფაქტორი შევქმნათ, მოვიფიქროთ სხვადასხვა გამოვიდეთ სხვადასხვა ინიციატივებით იმისათვის რომ რაც შეიძლება შევარბილოთ ეკონომიკის მოქმედება გარემოზე. ამ კონკურსის ძირითადი დანიშნულება და მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს მაქსიმალურად შენარჩუნება კარიერებზე იმ ბიოგარემოსი და მოხდეს ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა.